გამოვიყენოთ Kahn-Ingold პრელოგის სისტემა და დავარქვათ ამას სახელი. Ну, იგივე RS სისტემა, ხო? იმიტომ რომ R-ს და S-ს უწერთ ხოლმე სახელებს დასაწყისში. ეხლა პირველ რიგში მოდი შევაფასოთ არის თუ არა აქ საერთოდ ქირალური ცენტრი, იმიტომ რომ თუ არ არის, მაშინ არც გვიწევს ამ სისტემის გამოყენება, ხო? ესე იგი, გავუყვეთ მოდი ნახშირბადებს, ამ ნახშირბადს თუ დავუკვირდებით 4 განსხვავებულ ჯგუფთან არაა კავშირში, იმიტომ რომ 3 მათგანი არის წყალბადი. ესე იგი, CH3-ის შემთხვევაში ნახშირბადი არ იქნება ქირალური ცენტრი, აქაც CH3 აქვს, აქაც CH3 აქვს. ესე იგი, ესენი გამოირიცხა. შემდეგ ეს ნახშირბადი უკავშირდება ფთორს, ნახშირბადს, CH3-ს და CH3-ს. ესე იგი, ეს ორი არის ერთი და იგივე, ასე რომ ესეც გამოირიცხა. აი, ეს ნახშირბადი უკავშირდება 4 სხვადასხვა ჯგუფს, აშკარად, იმიტომ რომ აქ არის წყალბადი, აქ არის CH3, აქ არის CH2 დაკავშირებული ბრომთან და აქ კიდევ C დაკავშირებული სხვა ვიღაცებთან, ხო? ესე იგი, ნახშირბადებს კი უკავშირდება, მაგრამ ყველა სხვადასხვა ჯგუფს ეკუთვნის. ასე რომ ეს აშკარად იქნება ქირალური ცენტრი. და ნუ აქ გვაქვს ნახშირბადი, რომელიც დაკავშირებული არის 2 ცალ წყალბადთან და შესაბამისად ეს ვერ იქნება ქირალური ცენტრი. ახლა მოდი ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გადავნომროთ და ჯერ ერთი საერთოდ ყველაზე გრძელი ჯაჭვი რა იქნება და რამდენ ნახშირბადიანი ეგ ვნახოთ. ნუ აშკარად ჩანს რომ 4, ანუ ან ასე გავივლით, ან ასე გავივლით, ან ასე გავივლით და ჯაჭვს ყველა ვარიანტში ყველაზე გრძელ ჯაჭვს აქვს 4 ნახშირბადი, ხო? ნახშირბადი 4 ნახშირბადიანი უგრძესი ჯაჭვი. რაც ნიშნავს იმას, რომ ბუტანთან გვაქვს საქმე. ბუტანთან გვაქვს საქმე და ახლა როგორ გადავნომროთ? ნუ სასურველი არის, ანუ სტანდარტი ესეთია, სასურველი კი არა, სტანდარტი ესეთია სახელის დარქმევის, რომ ჯაჭვი უნდა ავირჩიოთ ისე, რომ რაც შეიძლება მეტი უბრალო მარტივი ჯგუფები ქონდეს დაკავშირებული და რაც შეიძლება ნაკლები კომპლექსური ჯგუფები. ანუ მაგალითად, აი ეს გზა რომ გავიაროთ, ეს ჯგუფი საკმაოდ კომპლექსური ჯგუფია, ხო, რომელიც უკავშირდება მთავარ ჯაჭვს. მაგრამ აი ეს გზა რომ გავიაროთ, მაშინ დანარჩენი ჯგუფები უფრო მარტივია. შესაბამისად, მოდი ეს იყოს პირველი, მეორე, მესამე და ესეც მეოთხე. ახლა მოდი შევაკოცოთ ნელ-ნელა სახელების ნაწილები, კი არა და სახელის ნაწილები, ანუ პირველ ნახშირბადს უკავშირდება ბრომი, ესე იგი ეს არის ერთი ბრომო. შემდეგ მეორეს უკავშირდება მეთილი, ამიტომ 2 მეთილ. შემდეგ მესამეს უკავშირდება ფთორი, ამიტომ 3 ფთორო. შემდეგ მესამეს უკავშირდება ასევე მეთილი, ამიტომ 3 მეთილ და მეტი არც არაფერი. შესაბამისად, ამისი სახელი იქნება 1 ბრომო, ანუ ხა ანბანის მიხედვით მივყვებით, ხო? ჯერ არის ბრომი ანბანში, შემდეგ მოდის 3 ფთორო, ეხლა ანბანს რომ ვამბობ ინგლისური ლათინური ანბანის მიხედვით გულისხმობ, აქ P-ს ადგილას F-ი იქნება, ხო? და ამიტომ არის რომ იქნება 3 F, ანუ და არა P, ხო? F-ი. და შემდეგ მოდის, ნუ მეორე და მესამე ნახშირბადთან არის, ამიტომ 2, 3 D მეთილ და D უბრალოდ თავსართი არის, რომელიც რიცხვს გვეუბნება და ამიტომ არ ითვლება ანბანში, თორემ მაშინ D იქნებოდა მეორე ადგილას და არა ფთორო. ესე იგი D მეთილ ბუტანი. კარგი, მოვედით აქამდე, ანუ დავარქვით სახელი ოღონდ ქირალური ცენტრის გათვალისწინების გარეშე. კარგი, ახლა მოდი გადავიდეთ სისტემის გამოყენებაზე და ამისთვის, ანუ ისე RS სისტემის გამოყენებაზე და ამისთვის მოგვიწევს, რომ ცენტრალური, ანუ აი ეს ქირალური ნახშირბადი, რომელიც არის, რა ჯგუფებთანაცაა დაკავშირებული, ეგ ჯგუფები დავალაგოთ, ასე ვთქვათ, რანკინგი გავაკეთოთ, ან ხარისხების მიხედვით დავალაგოთ და ეს უნდა განსაზღვროთ, ანუ რეიტინგი უნდა გავაკეთოთ, ყველაზე კარგი ეგ იქნებოდა და უნდა განსაზღვროთ იმის მიხედვით, თუ რომლის ატომური რიცხვი არის უფრო ზემოთ. და რა იგულისხმება ამაში, ახლა ყველა ხომ არ არის უბრალოდ ერთი ელემენტი, მაგალითად ეს წყალბადია და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ რადგან წყალბადი არის, უეჭველად იქნება ნომერი 4, ხო? ანუ ყველაზე დაბალ ნომერს ვანიჭებ იმას, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი ყველაზე ნაკლები ატომური რიცხვი. მაგრამ ახლა დანარჩენებში რაღაცა უცნაურობები რომ ხდება, ანუ ჯგუფები რომ არის, ეგ როგორ უნდა განსაზღვრო, ხო? იმიტომ რომ აი ნახშირბადი. როცა გააქვს ფრე ამათ შორის, მაშინ გადადიხარ იმაზე თუ რასთან არიან დაკავშირებული და მაგათი ატომური რიცხვების მიხედვით განსაზღვრო. მაგალითად, ეს ნახშირბადი არის წყალბადთან დაკავშირებული, რაც ყველა ვარიანტში ესე იგი იქნება მომდევნო ყველაზე დაბალი რიცხვი და დაბალი ნომერი რეიტინგში და ახლა თუ დაუკვირდებით აქ
ვიცით რომ ბრომი არის 35 და ფთორი არის 9, ხო? შესაბამისად, რა გამოდის, რომ ამასთან, ანუ CH2-თან დაკავშირებულია ბრომი და ამ ნახშირბადთან დაკავშირებული არის ფთორი. რამდენიმე ფთორიც რომ იყოს დაკავშირებული, სამივე რომ ფთორი იყოს, მაინც განსაზღვრავ იმით, ყველაზე მაღალი რაც არის დაკავშირებული აი ამ ჯგუფთან, შევადაროთ ყველაზე მაღალს რაც არის დაკავშირებული ამ ჯგუფთან. და ამ შემთხვევაში ბრომი არის ყველაზე მაღალი, ამიტომ ნომერი 2 გამოვა ფთორი, ანუ ეს ჯგუფი რეალურად და ნომერი 3, კი არა, ნომერი 1 გამოვა აი ეს ჯგუფი. ესე იგი, ახლა ეს ცოტა კომპლექსური ნახაზია და ამიტომ მოდი ავდგეთ და გადმოვხატოთ, ოღონდ ისე რომ ჯგუფებს დავარქვათ, ანუ რაღაც გავამარტივოთ, ხო? ანუ ეს იყოს მაგალითად ჯგუფი ნომერი 1, ხო? ეს არის ჯგუფი ნომერი 1. ესე იგი, ჯერ ჩვენი ცენტრალური ქირალური ნახშირბადი გვყავდეს ცენტრში, აი აქ, ესე. შემდეგ გადმოვხატოთ ჯგუფი ნომერი 1, ძალიან მარტივი სქემა გავაკეთოთ უბრალოდ. აი ეს არის ჩვენი ჯგუფი ნომერი 1, ხო? შემდეგ ჯგუფი ნომერი 2 არის აი ეს მთლიანად, ხო? ესე იგი, ჯგუფი ნომერი 2-ც ასევე არის სიბრტყეში, ანუ სიბრტყეზე არის ზუსტად ძევს, როგორც იტყვიან. შემდეგ ჯგუფი ნომერი 3 არის, მოდი ამ ფერით ვიზამ, აი ეს არის ჯგუფი ნომერი 3, CH3. ეს ფერი უკვე გამოყენებული მაქვს, კარგი ეს იყოს. ეს არის ჯგუფი ნომერი 3. და როგორც ხედავთ, ეს არის სიბრტყის იქით, ხო? სიბრტყეში გადის. შესაბამისად, აქაც გავაკეთოთ ეგეთი ნიშანი. ეს არის ნომერი 3 და ბოლოს დაგვრჩა ჯგუფი ნომერი 4, რომელიც არის უბრალოდ წყალბადი, მაგრამ მაინც დავიცვათ პარემ ფორმალობა და გავაკეთოთ ეგრე. ესე იგი, ეს არის წყალბადი, რომელიც არის ჯგუფი ნომერი 4. აი, ასე. კარგი. ესე იგი, ახლა ამის შემყურე უფრო მარტივი არის, რომ განაგრძო ამ სისტემით მუშაობა და პირველ რიგში რაც გვჭირდება არის, რომ ყველაზე დაბალი ნომრის ჯგუფი რომელიცაა, ეგ მოვაქციოთ, ანუ ეს მთელი ნაერთი ისე მოვაბრუნოთ, რომ ეგ მოექცეს, სადაც ახლა არის ნომერი 3, ანუ მოექცეს სიბრტყის იქით, ხო? შესაბამისად რა გამოდის, რომ მომიწევს, რომ ამას დავტოვებ, ანუ ეს ნომერი 1 წარმოვიდგინოთ, რომ ესე ღერძივით დარჩება და მობრუნდება ნომერი 4 ნომერი 3-სკენ, ნომერი 3 წამოვა და დაიკავებს მეორეს ადგილს და მეორე აღმოჩნდება მეოთხეს ადგილას, ხო? ესე იგი, ახალი ნახაზი გამოგვივა აი ასეთი, ეს არის ჩვენი ქირალური ცენტრი. შემდეგ ნომერი 4 ისევ არის სიბრტყეში. კი არა, ნომერი 1 ბოდიში, ისევ არის სიბრტყეში. შემდეგ როგორც ვთქვით, ახლა წყალბადი გვინდოდა, ანუ ეს მეოთხე ნომერი, რომ აღმოჩენილიყო სიბრტყის იქით და მართლაც ეგრე გამოვა. ანუ აი აქ იქნება ახლა ნომერი 4. ნომერი 2 აღმოჩნდება მის ადგილას, რაც ნიშნავს, რომ გამოვა სიბრტყიდან. ეს იქნება ნომერი 2 და ბოლოს ნომერი 3 იქნება ახლა სიბრტყეში. ეს არის ნომერი 3. და ახლა ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის, რომ ნახოთ როგორ შეგვიძლია მოვხვდეთ 1-დან 2-ში და 2-დან 3-ში და ამისთვის აშკარად ჩანს, რომ საჭირო არის საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობა. ესე იგი გამოგვივიდა, მოდი დავწერ, ეს არის საათის ისრის, ეს მაგარი ისრის არის საწინააღმდეგოდ, ასე, რაც ნიშნავს, რომ ეს არის სინისტერ. ან სინისტერი, ან მოდი დავწეროთ ინგლისურადაც, ხო? Sinister. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, უბრალოდ თავში უნდა მიუწეროთ ამას S-ი. ესე იგი, აღმოჩნდა რომ აი ეს ნაერთი არის S1 ბრომო 3 ფთორო 2-3 დიმეთილბუტანი.